ვერა მესმის დაწმინდაზე შენთან ერთად მაღლდები ვიცირაზე ჩურჩულებენ შენი თბილის სახლები შენი ძველი ქუჩები და შენი ედემ ბაღები შენი სეთი ლამაზი ხარ ავთვალს არ ენახვები ჩვენოთ ფირის ქალა მოდი ჩარდი რა დავიწოთ კიდევ რამე გამოგვიდეს მე თბილისი მიყვარს ისაა დასაწყისი და დასასრული მთელი ჩემი არსობისა თბილისის მოტრფიალეს იოსებ გრიშაშვილის ამ სიტყვებს ვფიქრობთ ბევრი დაეთანხმება ჩვენი ქვეყნის 15 საუკუნოვანი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი მრავალფეროვანი ეთნიკური წესჩვეულებების განუმეორებელი იერსახისა და კოლორიტის ქალაქი თავისი ხასიათით მართლაც რომ გამორჩეულია ჟამთასვლამ ბევრი რამ შეცვალა დედაქალაქის ცხოვრებაში იყო აღმასვლები და ჩავარდნები გრევა თუ შენება ტკივილი სიხარული მაგრამ დროთა ცვალებადობას გაუძლო საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებულმა ქალაქურმა ტრადიციებმა განუმეორებელმა თბილისურმა სულმა დედაქალაქის საუკეთესო ტრადიციებს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და კულტურას სულიერ ღირებულებებს მოულა და გაფრთხილება სჭირდება მომავალ გადაცემებში თბილისი და თბილისელები სწორედ ამ ფასეულებებზე მოგითხრობთ თბილისი ჩემთვის ყველაფერია. ძალიან ლამაზი ქალაქია, თავისი იერსახით, ყოფით, თავისი ხალხით, თავისი კოლორიტული ადამიანებით. მე რა შემიძლია ვთქვა? იყო ესეთი გადაცემა, რომელიც მე ჩემი თაობის, ჩემი წინათაობის ხალხს ძალიან უყვარდა. მე ეს გადაცემა რო იწყებოდა, ამის ქუდიც რომ ესმოდა, იმ წუთას გამორბოდი მე ტელევიზორთან რომ ამ გადაცემისთვის მიყურებინა და ძალიან ვწუხვა რომ ეს გადაცემა რაღაცნაირად გაქრა ეკრანიდან. მაგრამ ნუ გასაგებია რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ არსებობენ თბილისში ხალხი, რომელიც დაუდგა ამ გადაცემას, მე ვიცი ბატონი ნიკო ლეკიშვილი, რომელიც მართლა ძირძველი და ნამდვილი თბილისელია და მისი გვერდზე დგომით ეს გადაცემა განახლდა და გააგრძელა სიცოცხლე, თუ ასე შეიძლება ითქვას. მე ძალიან მოხარული ვარ, მინდა გზა დაულოცო ამ გადაცემას და მე ვიცი რომ ამ გადაცემაში არის სიმღერა, სითბო, სიყვარული და ქალაქი. თბილისი და თბილისელები უკვე თანდათანობით ისტორიას ბარდება და ისეთ სახეს იცვლის ჩვენი ქალაქი და ქალაქის მკვიდრი რომ არაფერი საერთო არ აქვს იმ თბილისთან რომელზედაც ჩვენ წარმოდგენა გვაქვს და რომელსაც ვიხსენებთ ხოლმე თბილისი და თბილისელები ხანდახან შეგვახსენებდა ჩვენ ქალაქს იმ სიყვარულს რომელიც სუფევდა ამ ქალაქში რა იყო ყველაზე დამახასიათებელი თბილისისათვის ეს იყო რაიდული სული რაღაც უშვენიერესი დამოკიდებულება ადამიანებს შორის აღვადგინოთ ეს გადმოცემა რომელიც აი ამ მიმოვალ მშვენიერებას აღბეჭდავს რაღაცნაირად ჩემი ძველი თბილისი მენატრება. ნუ მე გარკვეული თაობას ვეკუთვნი გარკვეულს და მე ის თბილისი მახსოვს, პატარა თბილისი. ძალიან რუსთაველის გარშემო შემოკრებილი თბილისი, რუსთაველი იყო ცენტრი, თავისი თეატრებით, ოპერით,
რუსთაველის პროსპექტით, სადაც ყოველ საღამოს შეხვდებოდი პოეტს, გამოჩენილ ადამიანს, მწერალს, სადაც ოპერის თეატრში სხვა ქვეყნის მშვენიერი მომღერლები მღეროდნენ. სადაც მეზობლობა აივნებით იყო, იცით, დიდი აივნების ქალაქი იყო, გრძელი აივნების ქალაქი თბილისი, სადაც პირველს რო იტყოდნენ ერთ ოჯახში, მეორე ოჯახიდან მეორე აივნა ბანი შეიძლება ეთქვათ და მეორე. აი მე ესე თბილისი მიყვარს. მაგრამ იცით რა არის, ეს არაფერს არ ნიშნავს. საქმე იმაში, ესე თბილისს ხედავ მე სიზმარშიც ახლა, მე ახალი ჩემი ბინა არ მინახავს სიზმარში, სულ ძველ ბინას ხედავ კიდე. აი ამ შემოგარენში სულ იყო ის მთელი დღე და მთელი ღამე იყო სიმღერა. რო რაღაც საოცარი ატმოსფერო. აი ამის დაბრუნება ალბათ კარგი იქნება. ეს დაბრუნდება მაშინ, როდესაც თბილისი დაუბრუნდება ურთიერთპატივისცემის და ურთიერთსიყვარულის გრძნობა და სიტუაცია. მე თბილისი მიყვარს. მას ვერ გავცლი ვერც ერთ ქალაქში. ამ სიყვარულმა მე თავის დროზე მათქმევინა ფილმი კეთო და გოდე. გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ. თვალს სავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ. დღევანდელი დღე არის ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო, რადგან ნახე ჩემი თბილისელები, რომლებსაც მართლა ასე თავშეყრით ძალიან იშვიათად ვნახულობთ ხოლმე და ამდენად ეს ჩვენთვის რასაკვირველია, ძალიან სასიხარულოა. მე როდესაც გავიგე, რომ დღეს აქ შეხვედრა გქონდა თბილისს და თბილისელებს, აქ უნდა ერთმანეთს შეხვედროდით, ეს იყო კიდე ერთი მიზეზი, რომ სიხარულით გამოქცეულიყავი ამ არაჩვეულებრივ ადგილას, სადაც გავატარე მთელი ჩემი ბავშვობა. და რაც შეეხება რედაქციას, რომელზედაც ახლა თქვენ მე მეკითხებოდით, ეს რედაქცია ჩემთვის უსაყვარლესია, იმიტომ რომ ჩემი ტელევიზიაში მოღვაწეობის პერიოდში, სულ ახალგაზრდობის წლებში დაარსდა ეს გადაცემა თბილისი და თბილისელები. და მე როდესაც დავწერე სიმღერა, როგორ გითხრა, მიყვარხარ. აი თითქმის ამ რედაქციასთან ერთად დაიბადა და ეს სიმღერა მიდიოდა ხოლმე როგორც ქუდი ამ რედაქციის. მუსიკალური ქუდი და აქედანაც ალბათ გახდა მე პოპულარული. აქ იყო მშვენიერი მოედანი, სადაც თამაშობდნენ კალათბურთს, ტოგრიკა, ასტამურა, ეს იყო ჩემი თაობის არაჩვეულებრივი ახალგაზრდები. ვიკრიბებოდით, იყო სიხარული, სიხალისე. აი ეს თუ დაუბრუნდება ქალაქს დღეს ამ მძიმე მდგომარეობაში, ეს არის ალბათ პირველი მიზანი თქვენი საზოგადოების და მე მივესალმებით ევიკურიდას. ვისურვებდი, რომ იმ თბილისელებთან ერთად, რომელიც ძველ ნამდვილ ნახტაობას წარმოადგენენ, წარმოჩინდნენ ჩვენი თაობისა და უფრო კიდევ უმცროსი თაობის თბილისელებიც, მათი ცხოვრების ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილები უნდა იყოს და კარგი იქნება თუ ეს წერტილები ყველა თაობის მომავალი წარსული გადაკვეთს ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს მაინც სამივე ერთია და ეს
ერთად-ერთი რაც განასხვავებდა ყველასაგან აი გადაცემას იყო სიკეთის დანახვის უნარი, სიხარულის უნარი. თუ რამე რამე მოხდებოდა თბილისში, იმ წუთასვე იყო რეაქცია, რაც ჩვეულებრივ ყველა მოქალაქის იყო, ვისაც რესპონდენტის მოვალეობას ასრულებდა თუ კომენტატორისა, რომ უხაროდათ ეს კარგი მომენტი. მენატრება ისეთი თბილისი, როგორიც ჩემ ახალგაზრდობის დროს იყო. რაღაც საოცარი. როცა გიტარებით ბიჭები გამოდიოდნენ, უმღეროდნენ ახალგაზრდა ქალებს, ვინც მოსწონდათ იმად, მიადგებოდნენ იმ სახლს და იქ მეს განმიცდია თვითონ და ამიტომ იცით, აი ეს მის თბილისი. ის თბილისი, როცა ყველას ერთმანეთი გვეყვარდა. მე ვფიქრობ, რომ ვისაც თავისი წარსული არ უყვარს და თავის წარსულს არ სცემს პატივს, იმას არ შეიძლება მომავალი თბილისელობა ნიშნავს ღირსებას, თვისებასაც ნიშნავს. ეს დიდი საქმეა. თბილისელობა არ არის უბრალო საქმე. ამასინა თქვენ გადაცემა გქონდათ და მეც მონაწილეობდი იმ გადაცემაში და გითხრათ სიმართლე, რომ გული დამწყდა იმისი გამო, რომ ეხლა თბილისელობა დაიკარგა. აღარ არის ეს ურთიერთპატივისცემა, უფროს უმცროსისა სიყვარული ერთმანეთისადმი და აი ეს თავმდაბლობა აღარა გვაქვს. ვერელი რომ მოდიოდა და ავლაბრელთან იმას პატივს სცემდა, მაგრამ ჩვენო გაგვერკვია, რომლები ვჯობდით ერთმანეთის შუბში და დავიდარებაში, რომ ერთმანეთი გამოგვეყენებია შემდეგ ამხანაგობაში ისევ. და ეხლა ყოველ ნაბიჯზე საშინელებებს ხდებათ. და მე იმედი მაქვს დიდად, რომ გამოსწორდება, იმიტომ რომ აი თბილისელი საზოგადოება, ახალგაზრდობა, რომელიც მოდის, ახალგაზრდობას, რომელსაც ხელი ეწიფება, ამბობს, რომ აშია საქმე თბილისელობა, რო აინტერესდება ის თბილისელობის არსით, რო ინტერესდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ თბილისელობა მოვა, აღდგება. Я нашел тебе, что искал, пожалей меня, не гони меня, ах, измучен я и устал, пожалей меня, не гони меня, ах, измучен я и устал. Не лукавьте, ваши песни виноват, ах, оставьте, то слова, ах, оставьте, то слова. არც წარმომიდგენია, რომ თბილისის გარეშე სადმე ვიყო, სადმე ვიცხოვრო, სადმე ვიმღერო, სადმე რამე გავაკეთო. ეს არის ჩემი ქალაქი, აქ ვარ და აქ მოვკვდები და აქ ყველაფერი აქ იქნება. მენატრება სუფთა, მხიარული, ქუჩაში რო გახვიდოდი ნახავდი მხიარულ ლამაზახეებს. ძველი თბილისი, ის რაც სინამდვილეში არიან, რაც იყო თბილისი და აი ამ საზოგადოებაში შერჩენილი არიან ის ხალხი, რომლებსაც ეს კარგად ახსოვს და რომლებთა დახმარებითაც შეიძლება თბილისი ისევ გარდაიქმნას და გახდეს ის რაც იყო. თავარია უნდა რედაქციამ აჩვენოს თბილისური ტრადიციები, თბილისელი ადამიანი, რომელიც
კი არ ცდილობს რომ თბილისიდან რაღაცა შეიძინოს, არამედ პირიქით ცდილობს რომ თბილისს რაღაც შეძინოს, გააკეთოს. თუ გინდ პატარა არა აქვს ამას მნიშვნელობა, ის აკადემიკოსი იქნება, მინისტრი იქნება, ჩვეულებრივი მოქალაქე უნდა იყოს, თუ გინდ უბრალოდ აი მძღოლი თუ დარაჯი მეეზოვე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თბილისელობა ეს არ არის მარტო პატივი და ღირსება. თბილისელობა ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა არის ქალაქის, ქვეყნისა და ერის წინაშეც. ამ ქალაქს მიძღვნილი გადაცემა უპირველეს ყოვლისა იმ დიდებულსა და უზომოდ სუფთასა და უზომოდ ეროვნულ ტრადიციებს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ მე მახსოვს თბილისი ომის პერიოდისა და მას შემდგომაც და გასაღებებიც კი რო არ ქონდათ თბილისელ რგვალეზოებში, იცით ხალხს, იმიტომ რომ ყველანი ერთად იყვნენ. ეკონომიურად ბევრად უფრო გასაჭირო იყო იმ პერიოდში, მაგრამ მორალურად, ზნეობრივად, ცნობიერად ბევრად უფრო ქართული იყო თბილისი. ბატონმა გიგამ აღნიშნა წეღან რომ ქალაქის ცენტრმა დაკარგა ქალაქელებს. რუსთაველზე აღარ არიან ქალაქელები. უფრო ძველი დრო გავიხსენოთ, როდესაც ქალაქელებისთვის გართობა მტკვრისპირას ხდებოდა. აი ეს ყველაფერი უნდა აღდგეს, ქალაქი უნდა დაუბრუნდეს რუსთაველს, მტკვარს, მტკვრის სანაპიროებს, ალბათ აი ასე უნდა დაიგეგმოს. ტრანსპორტის მოძრაობამ გაწყვიტა ქალაქი. იქნებ ავაღორძინოთ ძველი ტრადიციები და ჩავიდეთ ქალაქიდან სანაპირო. აი დღეს როგორ შესანიშნავად ქალაქელების ხედან ამ შესანიშნავ ბაღში. ასეთი ბაღები ბევრი უნდა იყოს მტკვრისპირას და ყველგან საერთოდ. ამ გადაცემას ჰქონდა მშვენიერი დატვირთვა. გარდა იმისა, ვინც ამას უყურებდა, რომელი თაობის ადამიანიც არ უნდა ყოფილიყო, ის იყო ყველასთვის ერთნაირად საინტერესო. ამ გადაცემას ესეთი ხიბლი ჰქონდა, რომ ყველა ელოდებოდა, იცით, იმიტომ რომ აქ იყო არაჩვეულებრივი ადამიანების გახსენება. თუნდაც ეს რომ ავიღოთ, არა? ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გახსენება ხომ ჩვენთვისაც იყო და მათთვისაც ვინც მომავალი თაობაა, რომელმაც იქში კი არ წაიკითხა, აი ცოცხლად ეს ადამიანი ნახა. ხანდახან გულს მტკენს ასეთი გამონათქვამი, რომ თბილისი შეიცვალაო. არა, არ შეიცვალა ჩემი თბილისი. ნარიყალა ისევ გადაყურებს ქალაქს. მტკვარი ისევ ნელა მიედინება. თაწმინდა ისევ გადაყურებს მთელს თბილისს. სიონი დგას, ანჩის ხატი, ძველი ქალაქი, ძველი უბნები, დარეჯანის სასახლე. რამ შეცვალა თბილისი? არაფერმა მე მგონი. აი სწორედ ამ გადაცემამ თბილისმა და თბილისელებმა შემოგვინახა უნიკალური კადრები. ეს საარქივო მასალა, ეს არის მემატიანე ჩვენი ქალაქ თბილისისა. თბილისი ეს ჩვენი სიამაყეა. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ქეთს ვიხრით ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც დაარსეს თბილისი, რომელთაც შეგვინახეს, თავი შესწირეს და ვფიქრობ, რომ თბილისის მომავალი ბედნიერია ისევე როგორც ჩვენი საქართველოსი. თბილისელკა, თბილისურა, იყვარს შენი უბნები, სხვას არ ვეთქვი მიხარხარო, მარტო შენ გეუბნები. გოგოლების ქუჩელი ვარ, გვარზე ფეხი და გავდივარ. გაუქმებულა ივანების სიმღერა და დარდივარ. მოკვდე როცა გაცვალო, ჩავხარე როგორც სანათელი,
ველა შენგენაც ვალოს ერთგული ხმის სახელი ველა მთაწმინდელი და ველა სოლოვაკელი იღმელი და წმეთელი თბილისა მზის დავარდების მხარეა უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა სად არის სვაიანათალი პარაზი მიყვარს თბილის ირაკლივით მუდამ შფოთარი დამსურს აქ მოვკვდე რომ მისი მზეს წვავდეს ჩემს გუბოს ან სურს მტკვრის ტალღა ორთაჭალის ხრამს და მაგუბოს მიყვარს თბილის ირაკლივით მუდამ შფოთარი და მე არ მინდა სხვა ანდერძე არავითარი ახრიჩეთ მწვადის თქვით ლექსები აჟღერეთ თარი რომ საიქიო საიათნოა არწა მეჩხუბოს მიყვარს თბილის ირაკლივით მუდამ შფოთარი და მსურს აქ მოვკვდე რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს გუბოს